შემდეგ და მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამას, მაგრამ აი ამ საზოგადოებაში სოლიდარობის არარსებობას და დაპირისპირებას რა ეშველება სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი და ეს ყველაზე მეტად მაშინია. თამარჩიქოვანი რა ფიქრობთ არის? არა, მე მგონია ზუსტად აი მე ამ წელიწადს ვუწოდე, ჩემთვის ეს არის უნდობლობის წელიწადი, იმიტომ რომ მგონია რომ არავის აღარ წერა და კრიზისის ერთ-ერთი ნიშანია ზუსტად უნდობლობა, იმიტომ რომ როდესაც აღძერა იმ დაპირების თუ იმ განცხადების თუ იმ ცვლილების, ანუ ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და რაღაცა გრძნობა გაქვს, რომ აუ ამარა გაახურა რა. ეს ბუნებრივია არის და მე არ მგონია რომ ეს იყოს თქვა ინდივიდუალურად რამდენიმე ადამიანის განცდა. თქვა მე როცა ვხვდები ან ჩვეულებრივ ადამიანს თუ აღარ ლაპარაკობ ოპოზიციაზე, მე მგონია რომ გამოსავალი ერთ-ერთი, მე არ ვამბობ რომ ერთადერთი, ალბათ უნდა იყოს ახალი რიგარის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გარკვეულწილად შეცვლის და პარლამენტში იქნებიან ის ადამიანები, ვისაც რაღაცა ხარდამჭერები საზოგადოებაში ყავს. Ona ბუნებრივია, რაღაცა სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის, სხვა კანონი და რაღაცა თარგმნილს ასუქული. არა, ნუ ახლა თარგმნილს მე არ ვწავლებ, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცა სხვა უნდა იყოს, ხო? იმიტომ რომ ის იმ ორი არჩევნების შემდეგ, რომელიც ჩატარდა ზუსტად 2007 წელს, საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილში დარჩა გრძნობა, რომ მისი არჩევანი გააყალბეს და თუნდაც იმის გამო, რომ ვიღაცას ისევ არ გაუწევს, რომ ისევ მიყალბებენ არჩევანს, მე არ მგონია რომ საქართველოში ხო წესიერი ადამიანის მოძებნის პრობლემა იყოს. არიან საბედნიეროდ ამ ქვეყანაში ეგეთი ადამიანები. თამარ უხაძე რას ფიქრობს პოლიტიკური კრიზისის არსებობა არასრულყოფილ? მოხერხეთ ძალიან სასაცილო მომენტი იყო ამ დღეებში, ეს ფინანსთა მინისტრმა არჩის რამდენი ჭირდება საარსებო მინიმუმისთვის მის მოქალაქეს და კიდევ უფრო სასაცილო, როდესაც არც პრეზიდენტმა არჩის. და მე მთელს სასაცილო თუ არის კი? ხო. და მე მთელს ხდომაზე მიდის იმის გარკვევა, თუ რამდენი შეიძლება იყოს ეს მინიმუმი და ბოლოს ნუ როგორც მე საათს ეს არის $10 თუ $5 ვარშია. ლარი. რა მნიშვნელობა აქვს? როგორ შეიძლება ასეთ ქვეყანაში არ იყოს კრიზისი? გინდა ეკონომიკური, გინდა ფინანსური, გინდა პოლიტიკური. მართლა უბრალოდ სასაცილო იქნებოდა, რომ ეს ყველაფერი ყველა საკუთარ თავზე არ გადახონდეს მერე. ნებისმიერ მოქალაქეს. ალბათ რა წელიწად თქვა, ომის შემდეგ პირველი რაც არის, ეს არის, მე რაც მეჩვენება, ცოტა მორალური კრიზისი გვაქვს, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური გვაქვს. პოლიტიკური კრიზისი მართლა გვაქვს, იმიტომ რომ ფაქტია, ხელისუფლება, რომელიც ყავს მან მართლა ამოწურა თავისი მთელი რესურსი, პიარული იქნება ეს, პროპაგანდული იქნება თუ ეფექტურობის თუნდაც, იმიტომ რომ მართლა ეფექტური ხელისუფლება იყო, შეიძლება ყველაზე ზუსტი სიტყვა ალბათ ამ ხელისუფლებისთვის იყო ეფექტური ყველაფერში. კარგშიც და ცუდშიც. იყო ეფექტური. აბსოლუტურად. რამდენად შედეგიანი იყო ეს კარგი, ეს თავი საკითხია. მაგრამ ეფექტურად გამოდიოდა, რა თქმა უნდა. და შეიძლება ითქვას, რომ კრიზისი გვაქვს იგივე ოპოზიციური მხრიდან. აშკარად, იმიტომ რომ არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ამ მოვლენების მერე ალბათ ოპოზიცია უნდა იყოს უფრო მეტად აქტიური, ვიდრე დღეს არის. ნუ აღარ ვამბობ საბანკო ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისზე, იმიტომ რომ რამდენადაც მე ინფორმაცია მაქვს, ძალიან რთული ვითარება ბიუჯეტის კუთხით, ძალიან რთული ვითარება იგივე ფინანსური პოლიცია ზის, ასე ვთქვათ, წყალებში თითქმის ყველა კომპანიაში და მიდის რაღაცა ფორსირებული წესით თანხების ამოღება. ყველა კომპანიიდან. იმისთვის, რომ როგორმე შეიცვალოს ეს ბიუჯეტი. კომპანიები ამცირებენ თანამშრომლებს ალბათ, ყველამ ვიცით, რომ იმიტომ რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში ვერ იყვნენ ხელფასები. ამ წინათ ახალგოდ მithumet. ახლა პოლიტიკური კრიზისი რომ არის ქვეყანაში, ამაზე მეტყოლებს რამდენიმე ფაქტორი. ერთი ის, რომ კრიზისია და ძალიან სერიოზული კრიზისია ხელისუფლებაში, იმიტომ რომ არსებობს ერთი პრეზიდენტი, დანარჩენი მორჩილი უმრავლესობა, არ არსებობს სხვა განსხვავებული აზრი და ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ წლების განმავლობაში ამ ხელისუფლებას, დღეს არიან ოპოზიციაში. მეორე არის ძალიან სერიოზული კრიზისი ოპოზიციაში, მე არ ვიცი ახლა მაქსიმები რომ ოპოზიცია გახდება ბევრად უფრო ადეკვატური და ბევრად უფრო აქტიური, იმის მიმართ რაც ხდება ქვეყანაში და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლებას აქვს კრიზისი
საგარეო კუთხით, იმიტომ რომ მე როგორც ვატყობ, ის მხარდაჭერა, რომელიც ქონდა წლების განმავლობაში, პრაქტიკულად არის ძალიან დაბალ მნიშვნელზე დასული. ეს ყველაფერი ეს რამდენიმე სეგმენტი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება და საერთოდ არის კრიზისში, კრიზისულ მდგომარეობაში და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ნამდვილად არის, რომელიც ალბათ უფრო გამოვლინდება ცოტა მოგვიანებით. ახლა ამას ხელს უშლის ერთი ის, რომ ხალხი მართლა შოკურ მდგომარეობაში ომის შემდგომ, ეს ერთი და შოკური მდგომარეობის რეჟიმში ცხოვრობს ყველა. ინახა ახალგაზრდა რეკლამა და რეკლამის შემდეგ განვაგდოთ პოლიტიკური კრიზისი და არა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, მე მაინტერესებს წყლის ადამიანებად ვის დაასახელებთ. პირველი ახსენოთ პოლიტიკოს, ხო შეიძლება სხვა იყოს, ჩემთვის სხვა არის. რეკლამის შემდეგ განვაგდოთ გასცემო საგვებოდ. გახურებული დისკუსია იყო რეკლამის დროს, რომ ესე ტაატიწყნარად გიმჯეროთ, მაგრამ რეკლამის დროს იყო მოკლედ გახურებული დისკუსია ნინო ზურიაშვილი გამოირჩეოდა აქტიურობით. აბა, ჭაობიო, ჰარმონიაო, კრიზისიო ამბობთ. კრიზისი ეს არ არის. მე რა თქმა უნდა არ მომდო და იარასაც ამბობდა რომ ახლა პარლამენტი რომელიც შენ როგორც საზოგადოებას არანაირად არ წარმოგადგენს და ესე პრესლოჟიდან ჩახურებს პარლამენტს ამ მძინარა პარლამენტს უსახურს შეიძლება ითქვას და ზუსტად ისი რომ მართლა არ წარმოგადგენს შენ რომ აქ შენ და შენ საზოგადოებას და წარმოადგენს პრეზიდენტს აი ეს არის სალსახა კი მაგრამ კრიზისი მაინც არ მიმაჩნია რომ არის იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი ჰარმონია თუ დისჰარმონია არ ვიცი როგორია ჰარმონია კი რომელიც იარასაც ამოწო არ არის ჰარმონიაო მაშინ რა ჰარმონია სანამ არ გაიღვიძებს ადამიანი და არ იწვის რომ გარგამოვა და არ იწვის რომ აი ეს პარლამენტი მე არ წარმომადგენს და თუ შეიძლება დანიშნეთ და აი ამ დროს არის კრიზისი და ამ დროს იწყება კრიზისის განმუხტვა პროექტი არის რაღაცა ცუდი ჰარმონია შეიძლება იყოს ჭაობი ნინო შერეკამათები და ვიწევ რამე ნინო ჩვენ არჩია როგორ გათulis წესილი თუ ჩვენ ათulis წესილი გვაქვს ის რომ დემოდან დავყურებთ პარლამენტს მაშინ გასაკოველი შეიძლება ვთქვათ რომ იქ ქვემოთ არის ერთგვარი ჰარმონია მაგრამ თუ ჩვენ ვუყურებთ ჩვენს ქვეყანას როგორც წლიანს და თუ ჩვენ თითოეული ადამიანი გვახსოვს რომელიც ცხოვრობს ამ ქვეყანაში და თუ ჩვენ გვინდა რომ აი ამ ჩვენს ქვეყანას შევხედოთ როგორც ერთიანობას იქ არის ძალიან დიდი წინააღმდეგობები ის ადამიანი დღეს ქუჩაში რომ არ გამოსულა არ ნიშნავს იმას რომ მას თავის განცდაში არ აქვს რომ ეს არ არის მისი პარლამენტი რომ ეს პარლამენტი მას არ წარმოადგენს აი როდესაც სოლიდარობაზე იყო საუბარი მე ყველას ვეკითხები ვისაც ხვდები ბოლო დღეებში როგორ ეგებებიან ადამიანები ახალ წელს მაინტერესებს იმიტომ რომ საქართველოში ეს ტრადიციულად დიდი დღესასწაულია და მე უბრალოდ ვერ ვიპოვე ადამიანი რომელიც იქნება მართლა გახარებული და გავაღებული იმის გამო რომ აი ხვალ ახალი წელი შემოგვიკაკუნებს კარზე სინამდვილეში ის ადამიანები რომლებიც რესტორნებში სხედან არიან იმ ჰარმონიის ნაწილი რომელზეც ნინო ლაპარაკობდა მაგრამ ეს არის ძალიან ჩაკეტილი და იზოლირებული ჰარმონია რომელიც ჰარმონია არის თუ მას შეხედავ ჭუჭრუტანიდან მაგრამ საკმარისია მზერა გააფართოვო და შევხედოთ ჩვენს ქვეყანას უფრო როგორ ვთქვა ფართო სპექტრით ჩვენ დავინახოთ ის ადამიანი რომელიც თავის ოჯახში ეგებება ხვალ ახალ წელსაც და გული აქვს დამძიმებული და ჩემს ირგვლივ ის არის ყველას გული აქვს დამძიმებული და ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ ვართ ქვეყანა ჩემთვის ეს ამას ნიშნავს და აი მართლა როგორ შეიძლება ხა ადამიანს იხაროდეს ის რომ შენ სახლობლებს შენ პირადად ყველას გული გვაქვს დამძიმებული მაგრამ ის რო არ იყოს მე უფრო მეტად მეწყინებოდა იმიტომ რომ სულ არ მომწონს როგორ არის განათებული თბილისი და ისიც რატო არ მომწონს შეიძლება არ არის ისეთი უშნო როგორიც მე მეჩვენება მაგრამ მე მგონია რომ ამას სპეციალურად გვიკეთებდა რომ ჩვენ დაგვავიწყდეს რომ გული უნდა გქონდეს დამძიმებული აი ამიტომ და ამიტომ მე ორმაგად უფრო უშნო მეჩვენება ის როგორც არის ჩემი ქალაქი განათებული და სულ მგონია რომ ძალადობა არის ესეც ჩვენზე და ჩვენს ფსიქიკაზე მაგრამ ხედავ ადამიანებს რომლებიც ისევე განიცდიან ამას როგორც მე განიცდი და ამიტომ ერთი რაც სიხარული მაქვს სიხარული იმის გამო რომ არა ჩვენი სამშობლო არის ერთიანი მაინც და ის ჰარმონია რომელიც ვითომ ჰარმონია არის იზოლირებული და მთლიანობაში